მოგესალმებით. გამგებელი ამოვედი აქ და პრობლემატურ საკითხებზე მინდა გესაუბროთ. მინდა თქვენ მოგისმინოთ პირველ რიგში და მე შემდგომ ჩემი პასუხები ჩემიდან მიიღებთ, რაც იქნება საჭირო. სოფელში ეხლა ცხოვრობთ, რო ხავყავს რაღაცა პროდუქტს, რომელსაც რეალიზაცია გვინდა გაუკეთოთ, ცოტა ზედმეტი ხო გრჩება ოჯახში, რომ რაღაცა ვიყიდოთ, შევიძინოთ. იმ ხელად ვარ დაშორებული ტრანსპორტს, რაც მოდის, რომ ვერ მიგვაქვს. ქალაქში ჩავალთ, როგორღაც გაჭირებით, რომ რამე ვიყიდოთ, ვერ მოგვაქვს ახლამდე. აქამდე მოდის ხოლმე ის ტრანსპორტი. აქედან ასე ხანდახან ყოველთვის არც მოდის. აქედან კრუგი არის ეს გზა. უბრალოდ ცოტა შეკეთება უნდა იმ გზას, რომ ეს ტრანსპორტმა იაროს. და ჩვენც მივიდეთ და მოვიდეთ. ჩვენ რამდენი წელიწადი აქ არ გადაწყვეტილა რამე პრობლემა. ხოსორია. ხელისუფლება ამოვიდა, კეთდება ყველაფერი, გზიდან დაწყილი საბავშვო ბაღებიდან დამთავრებული. უბანს, რომელსაც წყალი არ მიეწოდებოდა დაახლოებით 20-25 წელი, იქითკენ სადაც იქ წყალი კეთდება ახლა კიდე. თუ რაიმე ისეთი პრობლემა არის კიდე რომ ხელისუფლებამდე მივიტანოთ, რაიმე იქნება ამ სოფლის. ვისმენ მე ამას, იმიტომ მოვედი მე თქვენთან, რომ მოვისმინო, მივიტანო ესე ხელისუფლებამდე და რაც პრობლემა იქნება ისეთი და გადასაწყვეტი იქნება, არ გექნება პრობლემა რომ გადაწყდება. მიწისძვრა რომ მოხდა, დაახლოებით იყო 4-5 კატეგორიის ხალხი დაზარალებული. ერთი იყო ცრიანად რო ქონდა ხალხი ისა რა ქვია სახლი დაზიანებული და აღარ იყო ვაგონში ცხოვრობდა, მეორე იყო რა ქვია ცოტა მძიმე იყო, მაგრამ იდგა სახლი ფეხზე, მესამე კიდევ იყო ცოტა მსუბუქი და მეოთხე კატეგორია იყო კიდე რომელიც ოდნავ უნიშნულოდ დაზიანდა. ამ შემთხვევაში კიდე გეუბნებით, ვისაც ქონდა განცხადებები დაწერილი, ამ 4 კატეგორიიდან 3 გავსაზღვით ჩვენ, მეოთხე კატეგორია იყო ის რომ ადრინდელი, ესე იგი, სიები, რომელიც იყო გადაგზავნილი მთავრობის კანცელარიაში და ადრე, ის სიები შედგა და იქიდან გამომდინარე მეოთხე კატეგორიის დაზარალებულს მიეცა მაგ. ამიტომ კიდე გეუბნებით. კი, ორი მეშოკი იყო თუ რამდენიც იყო, მაგას არ აქვს. ერთი წუთი მომისურვე. ამიტომ კიდე გეუბნებით მე, ვინც დაზარალდა მეთქი, კიდე გეუბნებით. ოდნა მაინც მიწისძვრისგან, ხო? ეს პროცესი გრძელდება. ვინც არ დაზარალებული, ბოდიში ერთი წუთით სიტყვა შეგაწყვეტენ. ვინც არ დაზარალებული, იმანაც რო აიღო სიტყვა სახელი და გვარი დავასახელო ყველა. დავასახელო და თუ არა. დავასახელო. კი. აი ეს თქვენ მოძებნეთ მაშინ. მე მოძებნე, ოღონდ თქვენ მოძებნეთ. ვინც არ დაზარალებული, ვინც მიიღო. ნუ ელაპარაკე. თუ მეტყვი, უნდა მისხა ბოლომდე. მე გეტყვი. მეორე ეს რაღაც, მე თაკე ვისაუბრებ. დაადიან რომ ხალხს, ესე იგი, არ მიცეს საშუალება თავრობის განკარგულებით რაც იყო გამოყოფილო და აქვე მიეცეს ბოლომდე. მეტი რა გითხრათ ახლა? დარბიან, იღებენ, როგორ რამე გაგიფუჭონ, მეც არაფერს არ აკეთებენ. ერთადერთი დაქირავებული ხალხი, რომელიც არიან დაქირავებული ხალხი, ერთი ადამიანისგან, მე მაგის ბოლოს როცა იქნება, მე ვარ გამგებელი, არ ვსაუბრობ მე მაგ საკითხებზე ამ ჯერ. მე როცა არის მაგის საჭირო იქნება ეს საკითხი, მე კიდევ ამოვალ და კიდე გელაპარაკებით თქვენ. კიდევ შევი ერთი საკითხი მაგ. კი ბატონო, მითხარით ზანეთ აბა. თქვენ ახანა რა სიგულისათვის მოგძანდით? და რასი? ხო, რა ის გულისათვის მოგძანდით? აი ეს შეკითხვა მაქვს მე პირადულად თქვენთან. და როგორ ფიქრობთ თქვენ? ერთ რაღაც როგორ ფიქრობთ? მოვიცა თქვენ. როგორ მე რა კი არ ვფიქრობ, თქვენ როგორ ფიქრობთ? რა სიგულისათვის მოგძანდით? ხალხის შეხვედრა მინდო. რა რისიგულისათვის მე? რო ხალხს ვხვდები რისიგულისათვის ხდები. აი ამ შეკითხვასაც გისვამ. რისიგულისათვის. ხალხის აზრი რომ მოვისმენთ. რა რისიგულისათვის, რატო ამკნამდე არ მობძანეთ, შემოძამია, თქვენ გენაცვა. ბატონოგოგი, ხუჩელ ბძანეთ რომ დაქირავებული ვართ, ვინ დაგვიქირავა, ვინ? თქვენ დაგიქირავათ, ვინც დაგიქირავათ? ვინ დაგვიქირავა ბატონოგოგი? გამიდასტურეთ, ვინ დამიქირავა? პუტინმა. მე რა გითხრათ? მეც აღარ გიკეთებ კომენტარს, თქვენ ტელევიზია საერთოდ არ მაინტერესებს. როდის აკეთებთ ბატონოგოგი? როდის ყოველთვის. აი იმიტომ რომ თქვენ როდებთ იმნაირს რაც არ არის გასაკეთებელი, იმიტომ გეუბნებით. სიმართლეს რომ ლაპარაკობ. არ არის სიმართლე რა. თქვენ საქმე რაც კეთება ის გადაიგეთ, გიჩვენია. როდის ჩაგვეყენეთ საქმის კურსში რომ გაგვეკო რა კეთდება? გინდათ კიდევ რამე? აი მე დაამთავრეთ, მე გამოვიდეთ. მე კიდევ ამოვალ თქვენთან. ახლა დიდი მადლობლები ვართ რომ 1 საათი ჩამივართ ქალაქში. ხო შემპირდით რომ კომენტარს გაგიკეთებთ. ცეცხლთან შეხვედრასთან. როგორ ახართ თქვენ? ძალიან ოჯახში ხო ხართ? ძალიან კარგი. როგორ განდებით? ძალიან კარგად ავარ მე და ვიქნები კარგად. სოფლის სადგი ვარ და სოფლის გასაჭირი არის ეს უგზოობა და ტრანსპორტი. ბევრი ავირჩიეთ ჩვენ დეპუტატი ვინმე იყო დაგვპირდნენ ყველაფრის გაკეთებას, მაგრამ არაფერი, ყველაფერი გამოვიდა ტყუილიდან. პირდება ახლა ეს კაცი, მაგრამ თუ კი მართალი იქნება და გაკეთება, რა ვიცი, მაგრამ გვეეჭვება.